დილამ ჭირებისა მეგობრებო როგორ ხართ? Action. დღეს გრძელდება action-ი მეგობრებო, action, რომელიც დაიწყო გუშინ და გავაგრძელოთ ახლა action-ების მოყოლა. არსებობს სოციალურ ნეტვორკში ესეთი ბატონი, რომლის გვერდიდანაც წერს მისივე მეუღლე, როგორც თვითონ ამბობს მეუღლე. და ეს მეუღლე აცხადებს იმას, რომ წავიკითხავთ ახლა ჩვენ მიმოწერა ქონდა, საინტერესო მიმოწერა არის, რომელიც პირდაპირ რეალობას აყალბებს. მოდი ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, პირდაპირ დავიწყოთ. თქვენ ამ ქალბატონზე უკვე გაიგეთ გუშინ, ჩემი ლაიფებიდან და დღეს გავაგრძელოთ. აი ეს არის თამას ჭიტაძე, არის ქართველი მამაკაცი, რომელსაც ყავს იუდეური და იუდეველი მეუღლე და აი ეს მეუღლე გუშინ პირადში დამეტაკა და ძალიან გთხოვთ, ვისაც ეს ქალბატონი პირადში გწერთ, იმიტომ რომ აგენტია როგორც ჩანს, ან იაღოველების და ებრაელი იაღოველები, იუდეველები ერთი და იგივეები არიან მეგობრებო და პირადში ეს ქალბატონი წერს, ჯერ ტკბილი სიტყვებით იწყებს, თუ გაუღა ესე იგი ქართველების გაცრუება და გამოდებილება, ის აწვდის ინფორმაციებს, სადაც აბსოლუტურად ყველანაირი ინტერნეტი გააქვს, ჩართი და წაიკითხე მარიამი და მისი 12 მოციქული, ეს ქალბატონი კი არა და ეს ჯოჯო წერს, რომ ესე იგი მარიამი, ქრისტე და მისი მოციქულები იყვნენ ყველანი ურიები, გესმით? ანუ აზრზე არ არის საერთოდ ბიბლიის, როცა წერს, რომ ერთადერთი მოწაფე ყავდა იესოს, მხოლოდ ეს იყო რა ქვია მაგას იუდა. იუდეველი მოწაფე ყავდა იესოს მხოლოდ და მხოლოდ თავის მოწაფეებში იუდა, რომელმაც გასცა. გესმით მეგობრებო, არც ერთი დანარჩენი მოწაფე იუდეველი არ ყოფილა ქრისტეს მოწაფეებში. ახლა წავედით, წადი მცხეთაში და მოგიყვებიან ვინ იყო სიდონია და ვინ ჩამოიტანა სიწმინდეები საქართველოში. გესმის? ატრია მცხეთაში წადი წაბრძანდეს ყველა წაბრძანდეს კი და მიეთრიოს ყველა ურია იუდეველი და დააბრუნოს თავისი სიწმინდეები, რომელიც წაიღეს მცხეთიდან და მცხეთაში რო აცვეს ქრისტე ჯვარს, ისიც გაამჟღავნონ. შენ რომელიღაც უცოდინარი მამაოს მსხვერპლი ხარ. მიუხედავად ყველაფრისა, მომწონს როცა საქართველოსთვის გულის შეგტკივა. გესმით? ანუ ხედავთ რა როგორი მლიქნელი ენა აქვს, რომ აბა იქნებ გული მომიგოს. უბრალოდ არ მინდა რომ კიდევ ვინმე შეიყვანო ცოდოში და ისი ალაპარაკო როგორც შენ ლაპარაკობ. მაგრამ უვიცობისა და უვიცობა და არ მინდა ქართველები უვიცები იყვნენ, მოიცა ერთი წუთი კიდე გადავიდეთ, დავამატოთ. ყველა ქართველი მიყვარს შენი ჩათვლით, იცი? არ იცი, მოსმენა შენისწავლე უზრდელო, არც სკოლაში გასწავლეს ზრდილობა და არც ოჯახში. მეუბნება აი ეს ქალბატონი, რომელიც როდესაც ვესაუბრე, მომისმინე უტვინო, ეს პირდაპირ ესე მითხრა და მე ვთქვი დაახვიეთ აქედან ქალბატონა და გაუთიშე და ამის მერე ესე იგი ტვინი შემი ხნა და ეხლა ნახეთ, მე რომ არ მინდოდა სახალხოდ შენი უცოდინობის გამოფენა, იმიტომ მოგწერე შენ რა ქენი ააფრიალე, ძალიან კარგი, უფრო კარგად გაგიცნობს ხალხი. აი ეხლა ნახე, ეს არის ნანა მქვიაო, ამბობს თვითონ რა და ეს ნანა წერს თავისი მეუღლის გვერდიდან, რომელსაც ეშინია, თან ამბობს პედაგოგი ვარო და თან ეშინია, რომ თავისი გვერდიდან იაქტიუროს, რადგან სკოლიდან გაათავისუფლებენ უეჭველი, იმიტომ რომ იაღოველი აგენტია ეს გველის წიწილი. და მე ნახე ახლა უყურე დრო მცოდნეებს ესაუბრო და გაარკვიო ვინ არის. არ მიცნობს ეს ქალბატონი, როგორც ჩანს, ახლა დაავალეს თუ რა მოხდა, ახლა მიპოვა და აზრზე არ არის ვინ ვარ მე, გესმი? არ ჩემი ვიდეოები აქვს ნანახი და აი ახლა რაღაცა დავალებების შესრულებას აწარმოებს და აზრზე არ არის ვინ ვარ. მერე იაღოველებს მე თვითონ ვებრძვი და შენ რას ბოდავ ლაივში, შენ იცი მოსმენა და მე არა? იაღოველებს ვებრძვიო. და იახვეს აფრიალებს. იაღოველებს თუ ებრძვი, იახვეს რას აფრიალებს, მე ეს ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს.
მესაც წავალ და ეგ შენი საქმე არაა საქართველოში ჩემი სამშობლოა და შენზე მეტად მიყვარს იცოდი? ვაი რომ ეგეც არ იცი, სადაური ხარ, ნუ თუ ერთი ებრაელი არ ცხოვრობს შენთან რომ რამენაირად სწორი მიდგომა გქონდეს ერისადმი როლის შვილზეც ლოცულობ. გადაშენდი შეუზრდელო. თან მიყვარხარო, თან გადაშენდიო, გესმით? ანუ აბსოლუტურ ქაოსშია მისი ტვინი და თან ქართველები უყვარს რა. თავად გადაშენდით თქვენ ებრაელის მოდგმა. ეხლა დარწმუნდი რომ თამარი ებრაული სახელია? დანარჩენი თუ გინდა რომ იცოდე წყნარად მომისმინე. გესმით? თამარიც ებრაული სახელი ყოფილა თურმე ამის ჭკუით რა. და გვასწავლის ახლა ქართველებს რომ ვინ არის ქართველი და რა არის ქართველი. თამარი ებრაული სახელია? ხო ეხლა დარწმუნდი თამარი კარგი, დანარჩენი თუ გინდა რომ იცოდე წყნარად მომისმინე თუ არა თვითონ მოიძიე ებრაელების შექმნილ ინტერნეტში და Facebook-ში უკაკუნე რომელიც ისევე ებრაელებმა შექმნეს. ეს ყველა განათლებულმა პიროვნებამ იცის და შენ ცოტა განათლდი ან გადააგდე ეგ ტელეფონიც და დატოვე Facebook-ის. ებრაელების შექმნილია და შენ არ გიყვარს ებრაელები. რასაც ცოდავი და სასაცილო ხარ. უცოდინობა სიბნელეა, ცოდნა სინათლე და ისწავლე ცოტა ისტორიული წყაროებიდან და მოეში ზოგიერთი უვიც მამაოს ნაბოდარის დაჯერებასო. გესმით? ეს ქალბატონი როგორ უზრდელობს, რომ ესე იგი მე ქართველმა თურმე ებრაელის შექმნილ გვერდებზე უნდა ვიკიკინო, ვიჩიჩხნო და იქ თურმე ის ებრაელები სწორს წერენ და მე რაც ქართული თუნდაც მეცნიერებისგან ასწავლი, რომლებთანაც მე მქონდა უშუალო კონტაქტი პირისპირ მეცნიერებთან, თავად მეცნიერული სკოლა მაქვს გავლილი და უნივერსიტეტი მაქვს გავლილი და თურმე ესე იგი ებრაელებს უნდა უჩიჩქინო და ველოდო როდის გამოაქვეყნებენ სიმართლეს, რომელიც ყველაფერი აბსოლუტურად გაყალბებულია და ეხლა ისიც დავამატლა რომ Facebook-ზე ვარ, გესმის? ნახე როგორ სარგებლობენ თავიანთი იუდეური ქსელებით, რომ გადაშენდიო, გესმის? და თან ეხლა ისა Facebook-იდანაც გაქრიო, რომ სიმართლე არ ილაპარაკო. ეხლა კიდე გავაგრძელოთ რა უსინდისოები არიან ესენი, გესმის? ეხლა მე ვწერ ამას, რაც ვიკიპედიაში წერია, ყველაფერი იუდეელების შექმნილია და როგორც გინდათ ისე დაჭრით და ისე შეკერავთ, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემა არ რადგან ბრმა და ყრუობა გჩვევიათ, თქო, მე ესე ვეუბნები რა და ახალ ლაივში გესაუბრეთ ეკრანიდან და მოისმინეთ თუ გსურთ, იმიტომ რომ პირადში ვერ მომისმინა. წყნარად დაიძინე, ბრმა და ყრუ თუ არ ხარ და არც ვიკიპედიის გჯერა ილია მეორესთან მიდი და აგიხსნის ვინ არის. საკმაოდ განათლებულია ღმერთმა დიდხანს აცოცხლოსო. ესე იგი ილია მეორეც მოსყიდული ყავთ, გესმის და იქ მიდიო იმ ტარვალთან, რომელმაც თავისი ნათლული არ მიიღო, კართან ალუდინა 5 საათი და აღდგომა დღეს არც მიულოცა თავის ნათლულს, გესმის და მე მეუბნება ილია მეორესთან მიდიო, რომელიც ტიპი დგას წითელ ქუდში ილია მეორე და გვიცხადებს, რომ ღმერთს ორი სახელი აქვს, ერთი ელიო და ერთი იახვეო, გესმის და იაღვეელების შესყიდულია მთლიანად. ეს საპატრიარქო და ილია მეორეც და მირჩია რეკომენდაცია გაუკეთა ილია მეორეს იაღვეელმა თუ იუდეველმა. ეხლა თუ საუბარი გინდა, აქ მესაუბრე, მაგრამ შენი უვიცობის დამტკიცებას ვცდილობ. თქვენ არც საუბარი იცით და არც მოსმენა ვწერ, ახლა მე რა, არც ცდილობა და არც ისტორია თქო ეს შეცდომები აქ. ასე რომ ბევრი გაქვთ სასწავლი, თქო და სხვა საქმე არ გაქვს ეტყობა. და რაღაცას მაინც ისწავლეთ თუ მომისმენთ, მეთქი მევწერ და ის წერს სხვა საქმე არ გაქვს ეტყობაო. ხო, ეხლა ნახეთ რა, როგორ აჩუმებენ ხალხს და როგორ ესხმიან თავს პირადში. დაიძინე იქნებ ტვინი გაგეხსნას. შენ ხარ სიბნელეში შესაძოდაო მეუბნება. ძალიან უყვარ ვარ და ძალიან უყვარს ქართველები ჩემის ჩათვლით. თამარი ვინ დაგარქვა შენზე როგორ გაიმეტეს შენთვის ეს შესანიშნავი ებრაული სახელი, შური და ბოღმა შენ გახსჯობს. იცი ისრაელში რომელი წელია? ეგეც არ იცი. ჯერ ბიბლია დაიწერა თუ ჯერ სახარება, ეს თუ მაინც იცი, შენი ვის რა უნდა შეშურდეს, თმა ვერ დაგივარცხნია
წყუპუნით ლაივში გამოდიხარ. უი, კიდე მაქვს კიდევ კარგი შემახსენა აგერ. დავლიოთ. ისრაელი ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი მოდგმის შვილები ცხოვრობენ და უდაბნო სამოთხით აქციეს. ბევრმა ქართველმა ის სამუშაო და არჩენს ოჯახებს. იქ არის სამუშაო და არჩენს ოჯახებს. გესმის, ისრაელი კარგი ქვეყანაა, ძლიერია და მე საქართველოში მინდა აქ რო ვიყო და ჩაგენაცლო. გესმის, აი ნახეთ რა კარგი ისა აქვს. მოფიქრებული თავისი ველური ერისთვის რა. ხო, და თამარი ვინდა გარქვაო, ეხლა წავიდეთ, თამარზე რა სიტყვის ძალიან საინტერესოა. სამოთხით აქციეს, ხო, იმის მაგია რომ ებრაელებს სიტყვით მაინც მოეფეროთ, შენაირები იფურთხებით, დორბლებს ყრით და ლაპარაკობთ აზრზე არ ხართ. სკდები გულზე იესო რომ ებრაელია და ებრაელი მარიამის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო? სკდები გულზე რომ ებრაელი, ანუ აზე ხართ, შიზოფრენის უმაღლესი დონე გამოავლინეს ეხლა ამ ებრაელებმა რა. სკდები გულზე რომ ებრაელები კარგად ცხოვრობენ და 77 წელიწადში უძლიერესი ქვეყანა ააშენეს, ხომ? ანუ ხედავ 77 წელიწადში უძლიერესი ააშენესო და თან იმას გვეუბნებიან რომ ისრაელშიო იქ მოხდა ის ჯვარცმაო, გესმის? ანუ ის ისრაელი რომელი წლიდან აქვს, არც იციან. სულ რაღაცა, ეხლა ალბათ რამდენიმე საუკუნეა და მთელს ერს აბოლებენ, რომ ისრაელში მოხდა თურმე ჯვარცმა რა. რომელი სახელმწიფოზე არ არსებობდა ხალხო პირველ საუკუნეში. ხო და იქ გადმოდის თურმე წმინდა ცეცხლი და იქ არის თურმე ყველა სიწმინდე, რომელიც აქედან მცხეთიდან წაიღეს და მცხეთაში რომ მოაქვთო სიწმინდეებიო, ფეხები დაგვიკოცნეთო, გესმის? გვეუბნებიან ეხა ესენი. სკდები გულზე რომ ებრაელები კარგად არიან, ხო? ისრაელში რომ ყველა კარგად ცხოვრობს, იცი? არც ეგ იცი, მოკლედ ხედა, ისრაელში კარგად ცხოვრობენო და მე აქ მინდა რომ ვიყო და აქ გებლატავო ქართველსო რა და აქ ყველაფერი მივიწებო მე რა. ასეთ საწოდავი არსება რომ ხარ, გული მწყდება რომ ქართველი გქვია და გააზრების უნარს მოკლებული ხარო, გესმის? მე შემართლა უზრდელო და ეხლა მე ეს გამომიგზავნა. შემართლა უზრდელო და უკულტურო პირი დაიბანე და თმა დაივარცხნე. მერე ილაპარაკეო, გესმის? ანუ ესენი პირის დაბანასა და თმის იმაზე არიან ჩაციკრული და მე რას ვლაპარაკობ, იმას მიტრიალებენ და მოკლედ მეტი საქმე არა აქვთ ესე იგი რა. და მე რჩევას მაძლევს რომ აქ შემხვდა და აქედანაც არ უნდა მომეწერა. ვიფიქრე ნორმალური ადამიანთან მქონდა საქმე. სამკურნალო ხარ, სერიოზულად გეუბნები, თავს მიხედე ისტორიულ წყაროებს გაეცანი და თუ გინდა რომ ვინმე რამე დაგიჯეროს, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, იცით ვინ არიან და რას წარმოადგენენ ის ადამიანები, ვიზეც ლოცულობენ, შენ კი უბრალოდ ფანატიკოსი ხარ და არ გინდა იმის იქით გახედავ ალბათ რა. ხო, ნუ წარმოგიდგენიათ, ხო, რებს კადრულობენ ეგ. ბევრმა ქართველმა იშოვა სამუშაო და არჩენს ოჯახებს. საქართველოში ბუნებრივი სამოთხე შენაირებმა ჯოჯოხეთად აქციეს. კიდევ ხმას იღებ. იმის მაგია რომ ებრაელებს სიტყვებით მაინც მოეფერო შენაირი ეს ხო წავიკითხეთ. ხედავთ, ანუ ხედავთ რა უზრდელები არიან, ხო ხედავთ? პირდაპირ რეალობას გიტრიალებენ რა. ისტორიულ წყაროებს გაიცანი თუ გინდა რომ ვინმე რამე დაგიჯეროს, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა იცის ვინ არის და რას წარმოადგენენ ის ადამიანები, ვიზეც ლოცულობენ. შენ კი უბრალოდ ფანატიკოსი ხარ და არ გინდა იმის იქით გაიხედო რაც გაგიგია. მორჩა მერე და იკითხე იმდენი ვიდრე არ დაიღლები. სიკეთე მოგეცეთ ღმერთმა, მაგრამ მეეჭობა რადგან სცოდავ. ბევრზე დარწმუნებული ვარ, დაგჭის ღმერთი თუ არ მოიგები გონს. ხალხის თვალში გინდა გამოჩნდე და იმიტომ ყროყინებ შენი გვერდიდან. ქალი ხარ და ბიჯოს ძახილი რა უბედურებაო. დედა, რასაც სოდავები ხართ თქვენ. ყროყინებო მართლა, ვირის წარმომადგენლებო. ჯორის წარმომადგენლებო. ასე მოულოდნელი გაუბურძგნული
დგეხარ და 1000 სისულელეს ბოდავ, ისე რომ არც კი გინდა ვინმეს განსხვავებული საღი აზრი მოისმინო. თუ კიდევ რამეს მომწერ დაგბლოკავ. საკმაოდ ბევრს ვეცადე რამე შემეგნებინა, მაგრამ არ გინდა და კარგად ბრძანდებოდე. რაც მე უაზრობას ილაპარაკებ, მით მეც დაარწმუნებ ხალხს, რომ სამკურნალო ხარ, მორჩა. მართლა ბევრი დრო დავკარგე შენთვის მიცნობს ხალხი, რაც მოგწერე ეგ ყველამ კარგად იცის. ურია არ გახავთ სალანძღავი სიტყვა, ეგ სინათლეს ნიშნავს და მე მიამაყება, როდესაც ურიას მეძახიან. დიახ, მე ქართველი ებრაელი გახლავართ და არც არასოდეს დამიმალავს. შენ კი ნაძირალა ხარ და ისიც ვერ გაგიგია ვინ ხარ. თამარ მეფობას და ბაგრატიონობას როცა იბრალებ, ყველა ხვდება რომ გიჟი ხარ. მორჩა იმკურნალე. ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური მე ლინკი გამომიგზავნა, აქ გაიცანია და ებრაული წარმოშობით დავით მეფეები ამაყობენ და მე რატომ არ უნდა მეამაყებოდეს. შენც გინდა ბაგრატიონი იყო, მაგრამ ინასარიძე ხარ. აი, ეხლა მეგობრებო, ამას თქვენ დაგიტოვებთ სამსჯელოდ და თქვენ თვითონ გაიცით აი ამ უზრდელ ქალბატონს პასუხი, რომელიც იბრალებს, ესე იგი, რომ ებრაელი თურმე ყოფილა თამარ მეფეც, რომელიც იბრალებს, რომ ებრაელები ყოფილან თურმე ჩვენი მეფეებიც, რომელსაც აზრზე არ არის, რომ ქრისტიანობა რა არის და ქრისტიანობა რა არის, აზრი არ არის. მე მასწავლის, რომ ესე გითმები დავივარცხნო, სახე დავიბანო, ქრისტიანობა ვისწავლო, რომ თურმე საქართველები ებრაელები არიან, ვისწავლო, რომ ქართველები ებრაელებს უნდა უმადლოდნენ, ვისწავლო, რომ ესე იგი ებრაელები თურმე ღმერთები არიან და დავით მეფე ამაყობდა, ებრაელობით თამარ მეფე ამაყობდა, ებრაელობით ქრისტე ამაყობდა, ებრაელობით თურმე. და მე უნდა ვისწავლო ამ ქალისგან და ესე იგი აშენდება მე ჩემნაირი ჯოჯოებისგან გათავისუფლება ქვეყანა და მაგათნაირი ჯოჯოებისგან 64 შეიქმნება, გესმით? ნაპერწკალი წერს დილა მშვიდობისა იუდეველებთან გიშვებს. საკითხავად მელამ კუდი დაიმოწმაო. მეტი არავინ არ აყავთ მაგათ. თემი სოფლიო შესყიდული აქვთ. ხო და მეგობრებო, აი ეს არის რა. მე სოფლიო მიცნობს, ანუ მე მიცნობს ხალხიო და თავისი ქმრის Facebook გვერდიდან მეკონტაქტება როგორც პირადში, ისე მეკონტაქტება კომენტარებში, აი აქ რამდენიმე კომენტარი დაწერა, გესმის? და ეს შენია გამოჩენის, რომ მე შემეწინააღმდეგოს. ახლა ნახე, კიდევ რა არის, რომ უნდა რომ ესე იგი ვითომ დამაკომპლექსოს, რომ მე თმები არ მაქვს დავარცხნილი, ვიდორბლები თურმე იმაში, ყავას ვსვავ Facebook გვერდზე, ლაივში და ეს თურმე ძალიან ცუდი ყოფილა და უკულტურობა ყოფილა. ახლა მოდი ჩამოვთვალოთ ის უკულტურობა, რაც ებრაელებს აქვთ გაკეთებული. ესე იგი, ისრაელი, სადაც ახლა იბომბება და დედას ერთი ადგილის ტრიალი აქვთ, არის ქვეყანა, რომელიც მიისაკუთრეს, რომელიც ჯერ ითხოვეს და შემდეგ მიისაკუთრეს. მერე იმ ადამიანებს, რომლებთანაც ახლა ომი აქვთ, მოსთხოვეს, რომ ეს ჩვენი ქვეყანა არის, აქ ცხოვრობდით ჩვენ ოდითგანვეო და ეხლა თქვენ დაახვიეთ აქედანო რა და ის იმათმა თქვენ შიგ ხომ არ გაქვთო, აქედან დაახვიეთ თავადო, მადლობლებიც არ ხართო, რომ ჩვენ ეს ადგილი დაგითმეთო და ამიტომ მიდის ომი ისრაელსა და ღაზას შორის. ეხლა წარმოიდგინეთ რა, ეს ადამიანები მეუბნებიან მე, რომ ისრაელში გადმოდის წმინდა ცეცხლი თურმე, იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე საუკუნეა რაც შექმნეს, როგორც ამერიკელებმა იქ USA შექმნეს, ისე მაგათმა ის ისრაელი შექმნეს და იქ მეუბნებიან, რომ ესე იგი ქრისტე იქ დაიბადა, მარიამი იქ მოღვაწეობდა, ქრისტე იქ აცვეს ჯვარს,
იუდეველებმა და იუდეველი ყოფილა ქრისტე და ამაყობენ იუდეველები ამით რომ ქრისტიანები არიან. გესმით ხო? რომ ყველაფერი ისრაელში მოხდა თურმე და საქართველოში ცხოვრობენ, იქ კარგია ცხოვრება. ყველა იქ გამდიდრდა, ყველა ქართველი გამდიდრდა, მაგრამ აი ეს ებრაელები აი აქ საქართველოში არიან და აქ უნდათ რომ იცხოვრონ, გესმის? დაგენაცვლებით რომ ლაპარაკობენ თურმე, აგერ მერე გავიგე ერთ-ერთი ჩემი მსვენელისგან და ხო, დაგენაცვლებით მიწაწყალი მაგათ არა აქვთ. ღმერთმა ვერ მიაკუთვნა, იმიტომ რომ არიან ბოღმა და ქრისტეს მკვლელები, უფლის მკვლელები არიან. იბრალებენ ესე იგი რომ დავითის წარმომადგენლები არიან და გუშინ მე ლაივში გაგიჟღერეთ ვინ იყო დავით მეფსალმუნე და საერთოდ მაგათთან კონტაქტი რო არ ქონდა რა. საერთოდ მაგათი სინსილა არ იცოდა ვინ იყო რა. დავით მეფსალმუნე რომელიც საქართველოში უფლის ციხეში იყო მისი ტახტი. უფლის ციხესაც აი ახლა პარასკევს შაბათს მივდივართ უფლის ციხეში რომ ავიღოთ ისე მაგურიებისგან ეს უფლის ციხე რომელიც მიიპატრონეს და მიისაკუთრეს. ესე იგი დავით მეფსალმუნე რომელიც ჩვენს მიწაწყალზე ქალდეურ მიწაწყალზე უფლის ციხეში იყო მისი ტახტი და იქ იყო დასახლებული ეს არქეოლოგიური წყაროებიდან არაერთხელ დამტკიცდა, მაგრამ რა თქინდა აგერ პირში მიტრიალებს სიტყვას და მეუბნება რომ შესაწყალოა თამარი იუდეური სახელია. როდის აქეთ იყო თამარი, რომელ ერთს ქვია, აბა წადით ისრაელში, რომელ ერთს ქვია თამარი, გამაგებინე თუ იუდეური სახელია თამარი და თუ ესე ძალიან მოგწონს, რატო არ არქონ შენ შვილებს თამარს ან მარიამს, ხო? იუდეური სახელი კი არა, ისრაელის წარმომადგენლობა, მეგობრებო. ისრაელი არ არის ის ისრაელი, ახლა ისეთ რაზეც დაარქვეს ის გადახრიოკებულ მიწას. ისრაელი ოდითგანვე იყო საქართველოს ტერიტორიას ერქვა ისრაელი და ეს ისრაელი კი არ იყო, რომელსაც თვითონ იწებებენ რომ ისრაელიანები არიან. ისრაელი იყო საქართველოს, აი ამ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, სადაც არის უფლის ციხე, სადაც არის ვარძია, სადაც არის ყველა ის სიწმინდე ტაო-კლარჯეთი, რომელიც წაგვართვეს, ეხლა ოსეთი წაგვარ. ხო და იცით რა არის, მეგობრებო? აი ეს ადამიანები გვეუბნებიან ჩვენ, რომ ჩვენ ისტორია ვისწავლოთ, წავიდეთ იქ ებრაელებს ვკითხოთ, რა წერია ისტორიაში, გესმით? და ლეონ, გესმით? აი ეს თუ ლეონ, გესმით? და მერე ჩვენ გვეცოდინება მართალი სიმართლე, რომ თურმე მარიამიც ქრისტეს 12 მოწაფეც, ქრისტე თავად, მართალი იოსებიც, თუმცა მართალი იოსები მართლაც ებრაელი იყო, მაგრამ ებრაელი რომ იყო და რომ ყავდა ქალდეველი მეუღლე მარიამი, იმიტომ არ შეუშვეს არც ერთმა ებრაელმა სახში და გარეთ ბოსელში აბშობი არის მარიამ, იმიტომ რომ ზედაც არ უყურებდნენ ქალდეველებს ეგენი, ვინ იყო ურიას გარდა, ვინ წარმოვიდა ურიათი ვამაყობო რომ მე ურია მქვიაო და სინათლეს ნიშნავს. საიდან მოიტანა რომ სინათლეს ნიშნავს ურია. საიდან მოიტანა მე ვერ გავიგე, მაგრამ მოიტანა და უნდათ რომ ნათელში იყვნენ ეგენი, გესმის, მაგრამ ძალიან მეწოდებიან ესეთი ხალხი, იცით რატო მეგობრებო, ძალიან უნდათ რომ იყვნენ ქართველები. ძალიან უნდათ რომ იყვნენ სამოთხეში და ძალიან უნდათ რომ სინათლე იყოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა ისრაელს თავზე ეყრება ბომბები და მიწაწყალი არ გააჩნია ამ წარმომადგენლობას. საერთოდ ვინ ჯიშის არიან, რა ჯიშის არიან, საიდან მოეყარნენ, საიდან შედგნენ, იციან რომ საერთოდ მიწაწყალი არ გააჩნიათ ხალხო და გვეუბნებიან რომ წილხვედრი ქვეყანა, მარიამის წილხვედი ქვეყანა ურიების არის თურმე, რომელიც ბაგაში ამშობიარეს ქალი, სახში არ შეუშვეს მშობიარე ქალი, ამ ურიებმა, წარწყმენდილმა ურიებმა. ახალგაზრდა გოგო, რომელიც ორსულად იყო, სახში არ შეუშვეს. წარმოგიდგენიათ? და კიდე ეხლა იწებებენო, მარიამიო, ებრაელი, რატო არ ამშობიარე მერე სახში პატივი რატო არ დასდეთ? და ბოსელში რატო გაუშვით ის ქალი? ერთი გამაგებინეთ, ერთი ძალიან ხო. თქვენი მეფეები მანახეთ, რომელს ერქვა თამარი. ბაგრატიონები ურიები არიან თურმე და ისინი არიან თქვენი მეფეები? ისინი თქვენი მეფეებიც არიან და სოფლიოს მეფეები არიან, ზუსტად ის ბაგრატიონები და გიჟი ვარო რომ ვიბრალებ, მეგობარო,
შენი აზრით ვიბრალებ, მაგრამ ყველა ხედავს ვინ გიჟია და ვინ არა. ყველა ხედავს რაში წარმოადგენს გენეტიკა, რას წარმოადგენს და ყველა ხედავს ვინც ვარ. და შენ ვერ მეტყვი რომ მე თამარი არ ვარ და შენ ვერ მეტყვი რომ მე ბაგრატიონი არ ვარ. და ინასარიძეების გვარს გადახედე ერთი, ვინები არიან და მერე ილაპარაკე, ისწავლე ცოტა ისტორია. ხო. ხო და ასე რომ მეგობრებო, გუშინ გესაუბრეთ, ვინ იყო დავითი, რომ დავითი მეფსალმუნე, დავით მეფე არა, დავით აღმაშენებელზე არ არის საუბარი, დავით მეფსალმუნე, რომელიც არის ესე იგი პირდაპირ ადამ და ევას შვილი სეითის წარმომადგენელი, რომლის შტოდან იშვა ზორობაბელი და ზორობაბელის შემდეგ ორი განშტოება მიდის, ერთი ადის ჯვარცმით მთავრდება ქრისტეთი, ანუ მარიამის შტო და მეორე არის ბაგრატოვანთა შტო, რომელიც წარმომადგენელიც დღეს აი აგერ დამსვა ღმერთმა. და ეხა აი ამ ურია ებრაელებს, რომელსაც ზორობაბელის წარმომადგენლობიდან, ესე იგი ქრისტე ხო ჯვარს აცვეს და იმით დაასრულეს მთლიანად მისი შტო და ეხლა უნდათ რომ ბაგრატიონებიც ურიები გახადონ და ის კაენი და აბელის წარმომადგენლობა, რომელიც არიან იქადნეს ნაშიერები, ესე იგი იახვეს ნაშიერები, როგორც ქრისტე ეუბნება, იქადნეს ნაშიერებს რატო უწოდებთ იცი, მეგობრებო, ევა, რომელიც შეაცდინა დემურგმა იახვემ, იგივე იაღოვამ, მისი წარმომადგენლები კარგად იცით ვინც არიან, შეშურდათ ერთმანეთის ძმებს, ერთმანეთის კერა და ერთ-ერთ ძმა შეშურდა მეორესი და მოკლა და გაიქცა და იმის წარმომადგენლობა მერე მთელი ურია ებრაელობა შეესია იმას სახელმწიფოს და მთლიანად დედამიწის ის ჩაიგდეს მართლობა ხელში, მასონთა წარმომადგენლობა, მასონთა კლანი შექმნეს, გესმის და აი, იმიტომ რომ იცით ვინ კლავს და ვინ ილტვის ძალაუფლებისკენ, კაენისნაირი შურიანი ადამიანები. იმიტომ რომ თავისი შინაგანი სამყარო არ გააჩნიათ და თავისთავი ვერ უღიარებიათ ჯერ. ადამიანს, რომელსაც თავისთავი აღიარებული აქვს, ხო, არავის არ ებრძვის და არავის არ ართმევს მიწას. მას აქვს თავისი სამყარო, გესმით? როგორც ბაგრატიონებს ჰქონდათ ყველანი ამ ბაგრატიონებზე იყვნენ ჩაციკლული და საქართველოს ტერიტორია რამ შემოგვინახა, შენ თქვენ გონიათ რაღაცა ომებმა? არა, მეგობრებო, ღმერთმა შემოგვინახა, იმიტომ რომ ღმერთი არ უშვებს და არც დაუშვებს იმას, რომ საქართველოში ვინმე სხვა ურიები ცხოვრობდნენ, ან ოტომები ცხოვრობდნენ და ან კიდე კაენის წარმომადგენლები. იცით რატო, მეგობრებო? საქართველო არის უფლის ციხეში მივდივართ შაბათს და უფლის ციხეს ავიღებთ ზუსტად ქართველები, რომლებიც ეცადნენ რომ ჩუმად ვითომ მიეკუთვნებინათ ვიღაცა გასპაროვისთვის რა, ურია ებრაელი და ან სომეხისთვის. სომხებიც არიან ურიები. ეხლა უყურე, ვიღაცა მკითხავს რომ რა დაგემართაო, ესეთი ის რატომ შეიქმნიო რა, აგრესიულიო ამ ერის მიმართო. ყველა ერის მიმართ, რომელიც სიმართლეს აყალბებს, რეალობას აყალბებს და თავდაყირა მიყენებს აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, ამ ერის მიმართ კი არ ვარ აგრესიული, აი ამ პროცესის მიმართ ვარ აგრესიული და ყველა ის ებრაელი, რომელიც ესეთ რაღაცებს მომიყვება, დავაყენებ თავდაყირა, რო იცოდეთ რა. და მე კი არა, ღმერთი დააყენებს მაგას თავდაყირა. ასე რომ ჩემო კარგებო, თუ პირადში აი ეს ქალბატონი გამოჩნდა და მოიცადე რა მქვიაო, კიდე მაგის სახით და გვარს ვერ ვიმახსოვრებ, მეგობრებო, თუ ვინმე იცნობთ აი ესეთ ადამიანს, რომელიც ამაყობს თავისი ურიული წარმოშობით და ამბობს, რომ მე ქართველი ებრაელი ვარ და მიამაყება, რომ ქართველი ებრაელი ვარო და თამარ მეფე ქართველი ებრაელი იყო და ურია იყო. მე ნანა ვარ ჯანაშვილიო რა. აი, აქ წერია, მე ნანა ვარ ჯანაშვილიო, მე ებრაელი ვარ, მეუღლე ქართველი, ქრისტიანი, ამას იმიტომ გწერ, რომ მიხვდე, მორწმუნეობის წინააღმდეგი არ ვარო, წინააღმდეგი არ ვარო, გესმის? და მიტრიალებს რეალობას სრულიად რა. აი ესე ჩემო კარგებო, ხმას არ ამოვიღებთ, დაგვაჯდებიან თავზე, არ ვიმოქმედებ, დაგვაჯდებიან თავზე, წალეკავენ საქართველოს. ილია მეორესაც მოისყიდიან და ყველა იმ პირს, ვინც პოლიტიკაშია მოსყიდულიყოთ უკვე. ასე რომ ჩემო კარგებო, ბაგრატოვანთა წარმომადგენლები
ვინც ვართ დღეს საქართველოში, ხო? აი ისინი მოვუვლით ამ საკითხს და რა თქმა უნდა თქვენი აქტივობითაც, თორემ მარტო ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ღმერთი თავად მოქმედებს და ჩვენ რასაც გვალაპარაკებს ბაგრატოვანთა წარმომადგენლებს, ეს არის სიტყვა, რომელიც მართლაც ზეციდან მოედინება და თქვენ ეს გესმით, ვინც ქართველი ხართ, გესმით და ვინც ქართველი არ ხართ, ხო? იცი რა დაგემართებათ? აი როგორც ნანა ჯანაშვილს თუ რა გვარი ვერ დავიმახსოვრე ვერასდროს, იმიტომ რომ არ არის მართალი ეს გვარი. არ რეზონირებს ჩემთან. შვილი არ ეწოდება ურიას, ჯანაური უნდა იყოს ეგ. და ესე იგი მე გეტყვით ახლა ერთ რამეს, რომ აი ესეთი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ქართველებს გვებრძვიან და გვეუბნებიან, გვიტრიალებენ. აი წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი, მე ისტორია ვიცი და ვიცი წარმოშობა, ბიბლია წამიკითხავს, გარკვეული ვარ, ვერ შემეწინააღმდეგება, უბრალოდ ვერ გადმომიტრიალებს და იმ ადამიანს, რომელსაც ისტორია არ აქვს აკითხული, იცით რა, სომეხთან მოვხვდი? იციო რაო? ისა ბაგრატიონებიო, ბაგრატუნიანები იყვნენო და სომხები იყვნენო. ვა, მე თქვი, პირველად მესმის ესეთი რაღაც არ გამიგია. თან მედაქალება გესმის? ეხლა ეს ქალბატონი ნანა იციო რაო, თამარიო ებრაული არისო. ფიცი მწამს ბოლო მაკვირებს ქალბატონო. არც ერთ თქვენს ქვეყანაში თამარს ვერ იპოვით, იმ ისრაელში, ესე რომ აქებთ და ადიდებთ და იქ მაინც რომ არ ხართ და აქ ხართ და თან ის გიამაყებათ რომ ებრაელი ხართ და თან გინდათ ქართველობა. წარმოგიდგენიათ? თავდაყირა ისედაც არიან თაკო, შენ სწორად აყენებ თავდაყირაც, მაგრამ უნდათ რომ ისევ თავდაყირა ურჩევნიათ, ხო? თავდაყირა არის, სულ თავდაყირა არის. მთლიანად თავდაყირად განან, იმიტომ ეხა სიდონისა და სინოდის ბრძოლა გაიმართა. ხან მე ვარ თავზე და ხან ისინი და ხან ესე და ხან ისე და ვნახოთ რომელი დარჩება თავზე. უი, ნახე პეპელა მოვიდა. აი ნახეთ ეხლა ნახეთ რას გეუბნებით რა, თუ იცით რას გეუბნებით, ეხლა სურათს გაჩვენებთ და ეს ბერი ნიკოლოზის ხალხმა იცის ნარიმანის კარზე ეცოდინებათ ეს და აი ამაზეა ეხლა მეგობრებო მთელი ჭიდილი რა, ან სიდონი იდგება თავზე და ან კიდე სინოდი გესმის? ან უკუღმა წაკითხული და ან მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხული და ან მარცხნიდან მარჯვნივ წაკითხული. მარცხნიდან მარჯვნივ ვიცით რომ ქართველები საუბრობენ და ქალდეველები და მარჯვნიდან მარცხნივ ურიები და ეს ებრაელის წარმომადგენლები და ამისი ტრიალი დაიწყო, ანუ ბორბალი დატრიალდა მეთქი რო გითხარით. ბედის ბორბალი თქო, ყველა არ მithქვავს თქვენთვის და ილია მეორე არის ილიკო კაიაფა და ის დაბადებიდან მოსყიდულია შორენა ურია რო ყავს მეძავი მანდ. ხო ნინო, კი, არავინ სხვადასხვა ეს ბევრმა ქართველმა არ იცის რომ შორენა თეთრუაშვილი მისი შვილია და არის ურია დედის მიერ ნაშობი. ნაკედენ არის იქადნეს გავარდნილი. რომელსაც აბარია როგორც იუდას ებარა ბიუჯეტი, საპატრიარქოს ბიუჯეტი. მას დამთხოვები არ არსებობს, მეგობრებო, ჭკუნტულებო. დილამშვიდობის ხო მესალმებიან, ეხლა კიდევ ვიღაცები წერენ. თამარ ბევრს ქვია აქ. თამარი ბევრს ქვია აქ. ლელო ლელაკო და ლელო. სად აქ? ლელო. აბა დაწერე. ისრაელში. თამარი ის ქართველებს თუ ებრაელებს ერთი ის მოგითხარი. რატომ არ ესმის ეს რომ საქართველოს დაიღუპა შიოლაშვილმა მხედრიონთა ლეგიონთან ერთად. ლელი ლელაკო ლელო შე რა გვარი ხარ ერთი ის გითხარი და ებრაელი ხარ თუ ქართველი ისიც გითხარი. დალი ბერაძე. მაგარი გოგო ხარ. გაიხარე დალი. ხო და ასე რომ შემოკარგებო, ხო? აგერ ეს ნარიმანთან, ხო? ნარიმანთან როცა ვიდექი და იქ გავიცანი ეს ურიას წარმომადგენლები დავით ბაქრაძე,
გახსოვთ ჯვარზე რომ მოგიწოდეთ ამოდით მეთქი ღმერთი გვეძახის თქო და იქ გამეჩიტა ეს დავით ბაქრაძე სანთელი უჭრავს ხელში და ოჰო დიდი მორწმუნესავით დგას ეკლესიაში ხო და რომ განვაცხადე მეთქი აქ რატომ გაქვთ გადაკეტილი ეს შესასვლელი მარჯვენა ფრთა ვარდი სადაც იყო და რომ გავათავისუფლეთ ჯადოსგან ვარდი აი გიყურება გესმის და ნარიმანის წარმომადგენლებო დავით ბაქრაძე დგას ურიებთან მაღლა ჯვარზე და იქ ჭამს ქრისტეს და სისხლს და ხორცს იქ ჭამს იქ ითქლეფავს რო იცოდეთ რა ესე უწოდებენ ეგენი სისხლის და ხორცის ჭამას ეგენი კი არ უწოდებენ ეგრე აკეთებენ რა რო თქლიფავენ მარტო მეც არაფერს არ აკეთებენ ეგენი და გვიტრიალებენ იმას რომ აბსოლუტურად ურიული წარმომადგენლობის და ურიული წესებით აგებენ იმ წირვებს რაც არის რაც ტარდება დღეს ეკლესიებში და აგერ ილია იახვემადიდებელი კიდე გვეუბნება რომ ღმერთის სახელი იახვე არისო როცა ქრისტე გვეუბნებოდა რომ პირდაპირ რაბებთან მიდიოდა და აბხელდა რომ თქვენი მამა მრუშია და მკვლელი არისო და იქადნეს ნაშოვნი ხართო პირდაპირ ეუბნებოდა პირში აი იმ ურიებს და აგერ დაგვიდგა ახლა ილია მეორე და გვეუბნება რომ ქრისტე და ისა იახვე ყოფილა თურმე ქრისტეს მამის სახელი გესმით ანუ ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ და ღმერთი დაალაგებს ყველაფერს მეგობრებო ჩამოვალ მე მალე მან და მე სამალავზე იფიქროს მტერმაო ისრაელი არის საქართველო აღთქმული ქვეყანა ნინო როგავა წერს ჩამოვალ მე მალე და ხო ნინო შვილზე დამთავრებული გვარები ებრაულია ზოგიერთი გადაკეთებული კი ანუ შეფარულად ებრაელები აიხლა როგორც ნინო ჯანაშვილი წერს ხო ებრაულია როგორც ჩანს და ბევრი ქართულად გადაკეთებული სომხური გვარებიც არის და ებრაულიც აი ჯანაშვილი მაგალითად არის ებრაული გვარი აგერ ნანამ გაგვიმხილა რომ ებრაელი ვარო წერს 15 წლიდან ვამხელდი ილიკო ურიას და ერი მწყევლი და ეხლა ვინ დარჩა დაჩაგრული განადგურებული გაიგეთ დაიჯერეთ რომ ილია მეორე ანტიქრისტია და იმას სადღაც ტყუილად ეძებენ და ელოდებიან ყველაფერი აგერ საქართველოში ხდება დანარჩენი ბუტაფორია ხო ალეკო მაგას რა თუნდა ბევრი ფიქრი რომ ჩანს ყველაფერი ნათლად ვინ არის ანტიქრისტე და ვინ დაასვეს აქ მაგის დასასრული დაწყებულა იმიტომ რომ აგერ 2006 წლის ბოლომდე შეიძლება ძალი და აცოცხლონ რამენაერად და მე როგორც აი ფრანცისკო კარგად ჩაო ბამბინო შესწირეს ისე შესწირავენ იმიტომ რომ სხვა გზა აღარ ექნებათ იციან მაგათმა რომ დედამიწა სხვა გზით ვეღარ გადაარჩენ თავის ამოხოცვა დაიწყეს უკვე და ამოშლეტვა დაიწყეს უკვე და ეხლა რაღაც აი რომ ფართხალებს ქათამს რომ თავს წააცლი ქათამს თავი წაცლილი აქვს უკვე რა და ეხლა ფართხალებს უბრალოდ და ზოგს ვის მიახტება და ხან ვის მიახტება ხარ რას მიახტება და ეს სისხლი იფრქვევა და ესხმება ყველაფერს რა საპატიო დააბრუნოს ჩემი 12 საათი ევრო 12 ცეცხლის ალში გაეხვევა საპატიო დააბრუნოს ჩემი 12000 ევრო 12 ცეცხლის ალში გაეხვევა ნინო როგავა წერს ნინო რა ხდება 12000 წაგართვე ეს აი მოგვიყევი აბა მოგვიყევი ნინო ძველ აღთქმაში იშვიათია ქალის სახელები მაგრამ თამარი არის სოლომონი მეფის შვილი ერთ-ერთი ცოლისაგან მე სოლომონი ვინ არის ის გაიგეთ ელენე სოლომონი არ არის იახვეს წარმომადგენელი სოლომონი არის ქალდეველი სოლომონი არის სეითის წარმომადგენელი ადამ და ევას შტოდან და ნუ იბრალებთ მაგასაც რომ დავითი იყო იახვეს წარმომადგენელი ან კიდე იმის ვიღაცეები ქრისტე მოვიდა და ნათლად ამხილა რომ სიბნელეში იჯექითო და მე მოვედი იმის სიტყვის სინათლის მოსატანათო ხო
მაშინ ეგრე აბოლებდნენ თქვენი არ ვიცი ხა ელენი თქვენ ვიხართ, მაგრამ აი იმისთანა ნანას წარმომადგენლების ნაირები ეგრე აბოლებდნენ ალბათ იქაურ საზოგადოებასაც, რომ დავითიც ის იყო ებრაელი და ისიც სოლომონიც და აბრაამიც და ყველანი რა. თავზე დაგაყენებთ, იცოდეთ, მამაზეციერი გამჩენი, ყველაფერი რო გაყალბებული გაქვთ და თავზე დაყირავებული. თავზე დაგაყენებთ, სიდონია აქ არის. მაგის ფიზიკურად სიკვდილს არ ექნება დიდი მნიშვნელობა, მაგის იდეოლოგია უნდა მოვკლათ. ქართველმა ერმა ყველაზე დიდი ძალა სიკვდილიდან 3 წელი ექნება მაგ სატანას. წამართვეს და ვინც შეჭამა ის ბევრი ყვარლის ტყეში მოკლეს. ის იყო მეუფე კალისტრატეს ცოლი, მისი დოსიე გამოვიტანე კაკებედან. ესე იგი ნინო წერს, ესე იგი ნინო შენ სერიოზული გამოცდილება გაქვს, ანუ ცუდი გამოცდილება გაქვს, როგორც ყველა გონს მოსულს საპატრიარქოს სვავებისგან, ხო? სვავები ეგენი. ხო და ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ მეგობრებო. დაწერეთ თქვენი გამოცდილებები საპატრიარქოში რა გამოცდილებები გაქვთ. ეხლა როგორც ყოველთვის მიჩდება ბატარია და ამას ხალხი წაიკითხავს. არ არის დაფარული რომ არ გაცხადე. წამს. ამინ, ამინ, ამინ. ყველა დაფარული. განკითხვა დაწყებულია მეგობრებო. ხო, მთელმა საქართველომ იცის 7 წლის უკან აფერა ანაფორაში ასეთი სტატია გავაკარი ყველგან ჩამოვალ და გეტყვი. ნინო, ესე იგი სტატია გავაკარი აფერა ანაფორაში ასეთი სტატია. ერთი დავგუგლავ, ინტერნეტ სფეროში ალბათ მოიძიება, ხო? შვილზე დამთავრებული გვარები ებრაულია თუ არა? ხო უკვე ვთქვით, რომ ანუ ზოგიერთი კი და ამ პირდაპირ უნდა კითხოთ ხოლმე რა, ქალსაც და კაცსაც. დედა თქვენი ურია? დედა თქვენი ებრაელია? აი მაგალითად მე ვიცი რომ ქალიაშვილები არიან ებრაელები. ჯანაშვილებიც აგერ გამოჩნდა რომ ებრაელები არიან. იცით რა მეგობრებო, მე იმ ებრაელებთან აბსოლუტური პრობლემა არ გამაჩნია, რომელი ებრაელებიც წყნარად ცხოვრობენ საქართველოში და თავის საქმეს აკეთებენ რა. და ესეთი ხალხი, რომელიც პირდაპირ მეუბნება რომ თამარიო იყო ურიაო, წარმოგიდგენია თქვენ ესეთი რაღაცა? ქრისტეს მოციქულებიო, ებრაელები იყვნენო, წარმოგიდგენიათ ესეთი. იცით რა, ჩემი მეუღლე მეუბნებოდა გუშინ რა, რომ იციო თამარო რა, თაკო რომ ესე ისწავლესო ამ ხალხმაო და ესე გონიათო, გესმის? მაგათაც ესე გონიათო, არ გონიათ ეგრე მეგობრებო, არ გონიათ. ეგენი ყველანი არის აგენტების წარმომადგენლები, ვინც აი ესე თავდაუზოგავად ატრიალებს რეალობას და გვეუბნება რომ ბაგრატიონები იყვნენ თურმე ურიები. და ხომ გაჩვენეთ მე ის სია ვახუშტი ბაგრატიონმა რომ გამოიკვლია რომ ვინ არის დავით მეფსალმონე და ვისი შტო არის, ვინ იყო აბრაამი და ვინ იყო აარონი, ხო? გუშინ წავიკითხეთ ჩვენ ეგ ყველაფერი. აი აარონი პირდაპირ ეუბნება მოსე აარონს. რა დაგიშავაო ამ ხალხმა ისეთიო რა ესეთ შეცდომაში შეკავსო. ანუ პირდაპირ ჩანს რომ აარონი არის აი ამ საზიზღარი შტოს წარმომადგენელი მკვლელი კაენის. თქვენი მამა მრუშია და მკვლელი ეუბნება. ხო? კაენიც სიმრუშისა და მკვლელის ნაყოფია. სიმრუშე ხა რა დავაბრალო საწყალევას იახოს როგორ გაუმკლავდებოდა, როცა იახოს მისი უფალი იყო წარმოდგენაში ის ევა.
იახო იყო ევას წარმოდგენაში ევას უფალი. და დააორსულებს ევას და გააჩენს კაინს და აბელს და მერე გააჩენენ სეითს. აი ამ სეითის წარმომადგენლები ვართ. ბაგრატიონებიც და ქრისტეც. რო იცოდეთ. და აი იმ მრუში და მკვლელი მოდგმის და იქადნეს ნაშოვნის კიდე არიან კაინის წარმომადგენლები, რომლებიც არიან აარონი პირდაპირ მოსეს ამბავში ჩანს, რომ ეს არის მოსე ავა მთაზე, იქ ამათთვის წერს და წერენ იქ იმ ცნებას, 10 ცნებას და სანამ მოსე ჩამოვა, აი ეს უმადური ერი. იმის მაგივრად რომ დაელოდონ, წავიდნენ, მოძებნონ, საწავიდა, რამე ხო არ უჭირს იმ კაცო, მოვძებნო. ის კაციო დაიკარგაო და მოდიო რა, შენ გაგვიკეთეო რაღაცაო სხვაო და აგერ კუროს ჩამოადნობენ და ძროხას და იმაზე იმაშვებიან, ლოცულობენ. წარმოგიდგენიათ? აი ეს არა ადამიანები ესენი რა. ღმერთი რო არიციან რა არის. და მე საქართველოს მაგათი გონიათ, წამოვლენ წილხვედრი ქვეყანა კი არა და რო დაპირდება ღმერთი აღთქმული მიწა რომელიც არის. მაგათ გონიათ ის ისრაელი, რომელიც რაღაცა რამდენიმე საუკუნე არის შემდგარია ამ არამზადა წარმომადგენლებისგან? არა, მეგობრებო, ესენი ყველანი ვერ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე. მხოლოდ ის ორი შემოვა, რომელიც უფლის რჩეული იყო და რისთვისაც წამოიყვანა ეს მთელი ერი, აი ეს არამზადების ერი, რომ წამოიყვანა ღმერთმა, რომ ეს ორნი შემოსული იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც უშიშრები იყვნენ და რწმენაში იყვნენ ისეთი მყარი, რომ აი ეს ურია წარმომადგენლები, რომლებიც აეთესებიან უკაცრავად აქედან რა, აი პირდაპირ ესე ვისაუბრე ჟარგონად. იმიტომ რომ შეეშინებათ დევები დაინახეს, გესმის დიდი ადამიანები, ესენი შეგვჭამებდნენ და გაიქცნენ და ის ორი ძმა, რომელიც ეტყვის ამათ, რომ რას ნიშნავს რომ შეგვჭამენო, ღმერთმა ჩვენ აქ იმისთვის წამოგვიყვანაო, რომ ეს არის ჩვენი მიწაო და არა იმათთვის, რომ ვინც აქ დაგხვდება, ჩვენ შევჭამთ აქეთო, გესმის? აი წმენა ღმერთთან ახლოს ვინც არის. აი ვინები არიან ესენი. ვისთვისაც წამოიყვანა მოსე თვითონ ვერ შემოვა, საერთოდ გარდაიცვლება გზაში. ჯერ რა იყო 40 წელის სიარული ამ პატარა მანძილზე, მაგრამ იმდენი ატარა ღმერთმა, იმდენი ატარა, სანამ არ გამომჟღავნდა ვინ იყო სრულიად მორწმუნე ქართველი და ვინ იყო ურია შიშარა წარმომადგენელი. ხო და ადგენენ და ისინი გაიქცნენ და მერე მიწაწყალი ვერ იპოვეს ვერსად დედამიწაზე და მერე ისრაელი რაც არის ეხლა ათხოვეს ის მიწა და იქ ჩამოყალიბდნენ, მიიტაცეს მცხეთაში ყველა სიწმინდე და წაიღეს იქ, დააკოპიეს მცხეთიდან და იქ აი როგორც კოპია ისე გადაიტანეს თავისი იორდანიანად სახელებს ვამბობ რა, სადღაც რაღაცა წყალი იპოვეს და იორდანე დაარქვეს, რომელსაც იური ქვია აგერ ჩვენთან. ივრის პირზე, მერე დაარქვეს იქ გეციმანიის ბაღი, დაარქვეს იქ თაბორის მთა და ასე შემდეგ, ყველაფერი რაც აქ იყო გადააკოპირეს და ძელიც იქ დადეს, ვითომ ის ძელია, რომელზეც ქრისტე ჯვარს აცვეს და ასე შემდეგ, მეგობრებო რა და ეხლა გვეუბნებიან, გვებლატავებიანო, ეს გენის მოპარვაც უნდათ, გესმის? რეალურად. იცით რა არის მეგობრებო? მე რომ არც ვილაპარაკო, ღმერთი ქვებს აღაღადებს, გესმის? აალაპარაკებს. ამათ გონიათ ცალტვინებს, რომ ღმერთის გეგმას მოერევიან, გესმის? ხო, ღმერთს თავისი გეგმები აქვს. რაც არ უნდა გიჟი უწოდოთ ღმერთის გზავნილებს, რაც არ უნდა უწმინდური და რაც არ უნდა ჩირკი მისცხოთ, ეს ჩირკი იცი ვის მიეცხობა? ისევ თქვენ. ერთი ხისგან თოხის ტარიც გამოვა და ცულისაცო. რა კარგი გამონათქვამია პირველად მესმის. ასე რომ, ნუ მოტყუდებით, მეგობრებო, კარგად გაიცანით.
დავით მეფსალმონე არასდროს ყოფილა ებრაელი. ებრაელი იყო იუდა. იუდა იყო ებრაელი წარმომადგენელი. ვაჭრების წოდება არის ურიები. იმიტომ რომ ვაჭრებს ჰქონდათ მაშინაც მთელი ეს ძალაუფლება აღებული ქვეყანაში და დღესაც ასე არის. ვაჭრებ ურიებს აქვს მსოფლიო ძალაუფლება, იმიტომ რომ ფულს ემსახურებიან. ნახეთ, შებრუნებული უფალი. უფალს კი არა, ფულს ემსახურებიან. წარდა უფ უფ იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ როგორც ჩვენ ვკითხულობთ. ფ იკითხება კიდე უფ მარჯვნიდან მარცხნივ კიდე აი ეს ფუ იკითხება, გესმის და ეგენი ფულის წარმომადგენლები არიან. ფულის და ჩვენ უფლის წარმომადგენლები ვართ, გესმის? და ეხლა უნდათ რომ ეს ფულის წარმომადგენლობა თავდაყირა დააყენონ და გითხრა რომ აი ეს სწორი. იორზე, სადაც კამბის ენა იყო და მე რასაც გესაუბრებით ხოლმე, რომ აი აქ მეთქი ყოველ 5 მეტრში არის ცივილიზაცია იყო. კამბის ენა ერქვა, კამბუსის და კამბის ენა და ეგვიპტელები და მთელი ეს ვინ იყვნენ ეს ეგვიპტელები, ხო? საიდან მოდიოდნენ? მთლიანად განწყდარია, მთელი ჭაჭუნა არის დასახლება, მაგრამ აი ვიღა ხედავს, ეხლა არის მიწასთან გასწორებული. აი გაცამტვერებული არის, როგორც არის ნათქვამი რა, აი ქართული ენა დაილოცოს რა მაგარი ენა არის, გაცამტვერებული არის რა. სწორად არის ნახსევი ერთადერთი თუ თიხის ნაშრომებს ხა დაინახავ ნიმუშებს. სადაც არის ივრის პირი, იქ არის ქრისტე მონათლული. უდაბნოც იქვე არის ახლოში და როდესაც ქრისტე უდაბნოში გავიდა, იმ უდაბნოში კი არა, ეხლა რო ვიცით სადღაცა იქ უდაბნო სახარაში. ამ უდაბნოში გავიდა, სადაც საქართველოში უდაბნო. აი მანდ გავიდა. სადაც ეხლა სვანები ცხოვრობენ სხვათა შორის. იმიტომ რომ ჩამოასახლა სტალინმა სვანები და დაასახლა უდაბნოში. და რატომ ცხოვრობენ სვანები თუ იცით? რჩეული სვანები ცხოვრობენ სხვათა შორის. მე იქ ვარ ნამყოფი და ყველა უმრავლესობა სვანები ვინც მინახავს იქ, ხო? ულამაზესი თვალისფერი აქვთ. აი კორონა აქვთ თვალზე. კორონა ის კი არა ეს ვირუსი. კორონა არის ყველაზე დიდი მზე, წარმოიდგინეთ რა. პლანეტა არის, უძლიერესი პლანეტაა კორონა. იმის წარმომადგენლობას თვალის გუგა, შავი ხო არის, თვალის გუგის გარშემო აქვს კიდე ოქროსფრო წრე. ასეთი გუგის მნახველი მე ძალიან იშვიათად ვარ საქართველოში და ნარიმანის თვალებში დავინახე ასეთი წრე, დავინახე იქ მყოფ სვანებში უმრავლესობაში ასეთი მზის წრე, კორონას წრე თვალებში და კიდევ რამდენიმეში საქართველოში მე ვაკვირდები ხალხს, ვინ არის ამ უმაღლესი მზიდან წარმომავალი სული. ხო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სულები ვიღაცა სხვებს აღემატებიან, პირიქით ეს სულები არიან იმისთვის მოსული ამ დედამიწაზე, რომ გადაარჩინონ სიყვარული, რასაც ქრისტე ქადაგებს და ჭეშმარიტება, სიმართლე, გესმით? ხო და ესენი ტყუილად არ მოდიან, გამოფხიზოდით. ასე რომ ჩემო კარგებო, ილია მეორეს საერთოდ ცისფერი და მწვანე თვალები არ გააჩნია. ეს იმის წარმომადგენლობა, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ის არის ურიათა წარმომადგენლობა. მისი სისხლი არის დაბინძურებული ვიღაცა იმეებისგან. არ ვიცი რა ბაგრატიონი იყო დედაო, ამბობს ის მღვდელი, მაგრამ რა ბაგრატიონის მაგას ცხია, გარეგნულად ხო უნდა ეტყობოდეს. თვალის ფერზე უნდა ეტყობოდეს სულ ცოტა. კარგი, წავედი ახლა მე, გაკოცეთ მეგობრებო, დავიცვათ ქართული, დავიცვათ ჩვენი გენი. ხედავთ უკვე როგორ ებრძვიან ჩვენს გენს და როგორ აბსოლუტურად აყალბებენ ყველაფერს. არც ცვენიათ და უკვე პირში გვეუბნებიან ამას, რომ შენ შავი კი არა, თეთრი კი არა, შავი ხარო, გესმის? როცა ხედავ რომ არც ზანგი ვარ და არც ურჯულო, გესმით? იორზე პირზე მეც ვფიქრობდი, მოყევი კიდე გთხოვ.
პირზე მეც ივრის პირზე? იორზე მეც ვფიქრობდი მოყევი კიდე ხო? ხო, ხო მოყევი უკვე იორზე. იქ არის ქრისტეს შობამდე 15,000 წლის წინანდელი ცივილიზაცია არის იქ. და იმის იქით კიდე თუ 30,000 არა. გესმით? და იქ დადიოდა ქრისტე. იქ არის ქრისტე მონათრული. და არა იქ იორში რო წუმპაობენ. იქ იორდანეში ვითომ ნასესხებ ტერიტორიაზე. გაკოცეთ ახლა მე მეგობრებო და გაკოცეთ მიყვარხართ ძალიან და ქართველებო გავმაგრდეთ. ქოროსის თვალით ჩვენია. ხო, რომ მიიწეპეს მაგათმა ყველაფერი, იცოდეთ რომ მაგათ ხელში ჩაიგდეს ყველა ჩვენი სიწმინდე წერილიც, ინფორმაციაც, მაგრამ აგერ გამოდის ინფორმაცია, აი ამ ადამიანისგან და კიდევ იმ ადამიანებისგან, ვინც ბაგრატონთა წარმომადგენლები არიან, გამოვა ინფორმაცია და მოვა თქვენამდე. და თქვენში გაიღვიძებს ის კოდი, რომელიც არის ქართულ გენში ჩადებული, რომელიც არის ქრისტეს წარმომადგენლობა. გესმით? ანუ ბაგრატონთა წარმომადგენლობა არის ქრისტეს მონათესავე. ჩათვალეთ, რომ ქრისტე იყო ბაგრატონთა ჩვენი ბიძაშვილი. აი ესე. და ერთი შტო ესე გაწყვიტეს, გესმის? და მეორეც ახლა ისე უნდათ გააქრო. ნო. ბოდიშს მოგიხდით. ვერ მიიღებთო, ვერაო. ერთი ადამიანი შეეწირა ჩვენს ხსნას და ჩვენ გვიხსნა. ამიტომ სხვას ვეღარ აცვავენ ჯვარს და ვეღარ შესწირავენ. გაგოცეთ. ნუ შეგეშინდებათ ხმის ამოღების, ნუ შეგეშინდებათ ამხელა გოლიათის შუბში ქვის სროლის, ნუ შეგეშინდებათ. თქვენ ქართველებო, ჩვენ ქართველებო ვართ დავით მეფსალმონის წარმომადგენლები, ქრისტეს წარმომადგენლები, ბაგრატონთა წარმომადგენლები. ჩვენ არ და ნაკლებად უნდა გოშინოდეს გოლიათების. პირდაპირ შუბში უნდა ვთხლიშოთ ქვა. და ტყუილად არ მიმიყვანა ღმერთმა საპატრიარქოს კარზე 2 ქვით. ესე იგი 2 დევი არსებობს იქ და ორივეს თავში შუბში ვთხლიში ალბათ ისქვები რა. ხო, 2, ესე იგი ერთი დედა დევი და ერთი მამა დევი. ერთი შორენა და ერთი ილია. აი ეს დევები ორივეს ვთხლიში ესქვები თავში. ქრისტე ხო მელქისედეკის წესით მოვიდა. ხო? მელქისედეკის წესით მოვიდა ზუსტად. მუჩელო რა გინდა რა ბღური ხარ? შია მეგობრებო, წავედი ახლა ჭამო. და გაკოცეთ ბედნიერებას გისურვებთ. ესა კარგია შორენა ამას რო წერ. მელქისედეკი ბევრმა არ იცის ვინ არის. ეხლა იქნება მელქისედეკიც ებრაელიაო თქვან. გაკოცეთ. და მელქისედეკის წესიც არ იცის რას ნიშნავს ბევრმა. მე ავხსნი მაგას ახლა დავიღალე მშია.